Ღვთისათა და Ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. წმინდა მღვდელმთავრის ლუკა ვოინო იასენეცკის სიტყვა ბავშვთა აღზრდის შესახებ. თქვენ ბევრ ცრემლს ღვრით შვილების გამო. რატომ ისმის კითხვა? იმიტომ რომ არ გახსოვთ ქრისტეს სიტყვები. ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხოთ ერთი მცირეთა ამათგანი. როცა თქვენ შვილთა ნამოქმედარს მძიმედ განიცდით, თქვენ ტირით, ღმერთს თხოვთ, რომ გიშველოთ, მაგრამ თქვენი ლოცვა უშედეგოა. რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება ღმერთს ჩვენი მოვალეობები დავაკისროთ. თქვენ თავად უნდა გეზრუნათ შვილებზე. ისინი აღგეზარდათ და არ უნდა გეფიქრათ, რომ თქვენი დაუდევრობის შედეგს ღმერთი გამოასწორებდა. თუ თქვენი მსახური უმაქნისია და საქმის გაკეთებას თქვენგან ელის, განა მის ნაცვლად იმუშავებთ? თუ თავად არ ზრუნავთ შვილებზე, ღვთისაგან რაღაც ითხოვთ. იოანე ოქროპირმა საშინელი სიტყვები თქვა მათზე, რომლებიც საკუთარ შვილებს სათანადო აღზრდას არ აძლევენ. ის მშობლები, რომლებიც შვილებს ქრისტიანულად არ ზრდიან, შვილის მკვლელებზე უფრო ცოდვილები არიან. რადგანაც შვილის მკვლელები ხორცს სულისაგან განაშორებენ, ხოლო ესენი სულსა და სხეულს ცეცხლის გეენიაში აგდებენ. ყველა ვინც შვილის აღზრდაზე არ ზრუნავს, ღვთის წინაშე პასუხს საშინლად აგებს. დაფიქრდი, რამხელა პასუხისმგებლობა გააქვთ ღვთის წინაშე. თუ ბავშვებს ქრისტიანულ ზნეობას არ აჩვევთ, მითხარით, თუ თქვენი ქალიშვილი უწესოდ იცხოვრებს, შემდეგ გათხოვდება და შვილებს გააჩენს. იქნება კი მის ოჯახზე ღვთის კურთხევა? არა. ამით კი უსჯულო მოდგმა გამრავლდება. მუდამ იქნება ღვთის წყალობა მათზე, ვინც შვილებს ზნეობრივად აღზრდის. როგორ უნდა აღზარდოთ ისინი? ისევე როგორც პირველი ქრისტიანები ზრდიდნენ. ისინი შვილებს ბავშვობიდანვე ლოცვას, მარხვას, ეკლესიას აჩვევდნენ. როგორც კი წერა-კითხვას ასწავლიდნენ, ბიბლიის შესწავლასაც აწყებინებდნენ. ქრისტიანები ბავშვებს ნებას არ თავდნენ საზრდელი ლოცვის გარეშე მიეღოთ. ისინი ბავშვებს უნერგავდნენ, რომ მათი ყოველი საქმე პირჯვრის წერითა და ლოცვით უნდა დაწყებულიყო. ისინი ბავშვების მხოლოდ ზოგად განათლებაზე კი არ ზრუნავდნენ, მათ მარტო წარმართულ სიბრძნეს, ფილოსოფიას, მუსიკას, ხელოვნებას კი არ ასწავლიდნენ, არამედ შვილებს სხვაგვარ განათლებას აძლევდნენ. ბავშვებს უნდა სოდნოდათ, რომ უბედურია ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ ღმერთს არ იცნობს. ბედნიერია ის, ვინც იცნობს ღმერთს, თუნდაც სხვა არაფერი არ იცოდეს. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე გიკრძალავთ, შვილებს სხვადასხვა მეცნიერება შეასწავლოთ. არავითარ შემთხვევაში. ჩვენი დიდი მამები, ეკლესიის მოძღვრები სამეცნიერო სიბრძნეს, საერო ფილოსოფიას ახალგაზრდობიდანვე გულმოდგინედ სწავლობდნენ. ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი თავიანთი დროის უგანათლებულესი პიროვნებები იყვნენ. თქვენი შვილები განათლებულები უნდა იყვნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათი განათლება მხოლოდ ამ სოფლის სიბრძნით არ შემოიფარგლებოდეს. აუცილებელია, რომ ამის პარალელურად მოზარდებმა უმაღლესი ჭეშმარიტება შეიმეცნონ, საღვთოს ჯული და ქრისტეს მცნებები ისწავლონ. მაღალზნეობრივ ცხოვრებას მიეჩვიონ, თან მეცნიერებები შეისწავლო და თან ღმერთი მისი მცნებები, ქრისტეს გზა ახსოვდეთ.
ისინი მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დაიბნევიან, ადამიანური სიბრძნე მათ თავგზას ვერ აუბნევს. ყმაწვილები ყველაზე მაღლა ღვთის შემეცნებას, ქრისტიანულ სიბრძნეს დააყენებენ. შვილებს ასე უნდა ასწავლოთ, მაგრამ როგორ უნდა აღზარდოთ ისინი? ქრისტიანული უმაღლესი ზნეობა როგორ ჩაუნერგოთ? ისმის კითხვა. უპირველესად მათ პირადი მაგალითი ვუჩვენოთ. ბავშვები მშობლების მაგალითით იზრდებიან. სიტყვიერი დარიგება, მთელი პედაგოგიური ხელოვნება არაფერია იმ მაგალითის კვალობაზე, რასაც თქვენ ბავშვებს აძლევთ. თუ თქვენ უღირსი, უზნეო ადამიანები ხართ, თქვენი შვილები რაღა იქნებიან. თუ თავად მრუშობთ, გოგონები თქვენგან რას ისწავლიან? თუ ბავშვობიდანვე პატიოსნებას არ ასწავლით, თქვენი შვილები განა წესიერად იცხოვრებენ, იქნებ ბოროტ მოქმედნიც გამოვიდნენ. ხშირად ბიჭები სხვის ბოსტანს აცარიელებენ, ბაღში ხილს ნაყოფის დამწიფებას არ აცდიან, იპარავენ, ამაზე დედები როგორც წესი მომჩივან მეზობელს ასე პასუხობენ, ჯერ პატარა ბავშვები არიან, რა მოეკითხებათ? ასეთ მშობელს ღმერთი მოჰკითხავს. მოკითხავს მკაცრად, რატომ აძლევდა საკუთარ შვილს პატარაობიდანვე ქურდობის უფლებას? რატომ არ ასწავლიდა ღვთის მცნებებს? რისთვის არ ჩაუნერგა ქურდობისა და ბოროტ მოქმედების სიძულვილი? თქვენ ღვთის წინაშე პასუხს აგებთ ყველა იმ სასტურის გამო, რომლებსაც ბავშვები თქვენში ხედავენ. იმ ჩხუბის უთანხმოებების გამო, რომელნიც მათ თვალწინ ხდება. თუ თავად ასე იქცევით, შვილებს რაღაც ასწავლით. ჩვენი დიდი მოძღვარი, დიდი მქადაგებელი იოანე ოქროპირი ასე ამბობს იმ მშობლების შესახებ, რომლებიც თავიანთ შვილებს სიკეთეს არ ასწავლიან, მათში უარყოფით თვისებებს, ვნებებსა და უზნეობას ავითარებენ. იოანე ოქროპირი ასე ამბობს. უпроსტორად ლუკას სახარებაში მე-6 თავის 25 მუხში წერია. თქვენ ხომ თითქოს გამიზნულად ცდილობთ შვილების დაღუპას, მათ იმას აკეთებინებთ, რაც არ შეიძლება. ვაი თქვენ და ნათქვამია, რომელნი იცინით. თქვენ კი ბავშვებს უჯერო სიცილისთვის საბაბს აძლევთ. ვაი თქვენ და მდიდარნო, ამბობს უფალი ლუკას სახარებაში. თქვენ მხოლოდ იმას ცდილობთ, რომ ისინი გამდიდრდნენ. ვაი თქვენ და რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი. თქვენ კი ადამიანური დიდების გამო ხშირად მთელ ქონებას ხარჯავთ. რომელი განურისხნეს ძმასა თუ ისა ცუდად, თანამდე ბარს სასჯელისა ბრძანებს უფალი. თქვენ კი სუსტ და მხდალ ადამიანებად მიგაჩნიათ ისინი, რომლებიც წყენას მდუმარედ ითმენენ. ქრისტე ბრძანებს, რომ ჩხუბს მოვერიდოთ, სხვებს ანგარიში არ უნდა გაუსწოროთ. თქვენ ბავშვებს სწორედ ამას ასწავლით. უფალი ბრძანებს, რომელსა უყვარდეს სული თვისი, ანუ საკუთარი პიროვნება, წარიწყმიდოს იგი. ანუ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ სული როგორ არ უნდა უყვარდეს, თუ სული გიყვარს, როგორ წარიწყმიდავ მას. ანუ ჩვენ ზოგჯერ პიროვნებას უწოდებთ, აი ერთი სული არის. ანუ ეს არის არა სულზე საუბარი, არამედ ადამიანის სხეულზე. და რომელსაც ზულდეს სული თვისი ამას სოფელსა, ცხოვრებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი. თქვენ კი შვილებში სწორედ ამ სიყვარულს აღვივებთ. უკვე თუ არ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არც ამ მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენი, გვასწავლის უფალი. თქვენ კი ბავშვებს აკეზებთ, რომ თუ ვინმე აწყენინებთ, სამაგიერო გადაუხადონ. მაცხოვარი ამბობს, ეკრძალენით ქველის საქმესა თქვენსა, რაითა არა ხოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა. უკვე თუ არა,
სასყიდელი არა გაქონდეს. ანუ ადამიანთა დასანახად არ გააკეთოთო ქველმოქმედება, არამედ ჩუმად გააკეთეთ, თორე სასყიდელი არ გექნებათო. თქვენ კი ყოველ ღონეს ხმარობთ, რომ თქვენი შვილები პოპულარულები გახდნენ. ცუდი მარტო ის კი არ არის, რომ თქვენ ასწავლით იმას, რაც ქრისტეს მცნებებს ეწინააღმდეგება, არამედ ისიც საშინელებაა, რომ გმობთ იმას, რაც სინამდვილეში კარგია. მორიდებულობას გაუნათლებლობას უწოდებთ, სიმშვიდეს სიმხდალეს, სამართლიანობას სისუსტეს, თავმდაბლობას მონობას, უბოროტობას უძლურებას. თქვენ მათ სულის წარმწყმედელი საქმეებისკენ უბიძგებთ. შვილების სულს არაფრად აგდებთ, რაც ზედმეტია, იმაზე ისე ზრუნავ თითქოს ყველაზე მთავარი იყოს. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს ვაჟს მოსამსახურე, კარგი ცხენი ჰყავდეს, საუკეთესო ტანსაცმელი ჰქონდეს. მის სიკარგეზე ფიქრით კი თავს არ იწუხებთ. ზრუნავთ ნივთებზე, სულს კი ოდნავ ყურადღებას არ უთმობთ. ყოველ ღონეს ხმარობთ, რომ სახლში საუცხოო ქანდაკება გედგათ, მოოქროვილი სახურავი გქონდეთ, მაგრამ იმისათვის, რომ ყველაზე ძვირფასი რამ სული ოქროსი გქონდეთ, ამაზე ფიქრიც კი არ გსურთ. ასე ამბობდა იოანე ოქროპირი ძველ დროს, მაგრამ კარგია თუ ამ სიტყვებს დღესაც ყურად ვიღებთ, რადგან განა ახლაც ისევე ცუდად აზრდიან შვილებს, როგორც მაშინ. განა ახლაც არ ზრუნავთ, რომ ცხოვრებაში მათ საუკეთესო ადგილი დაიმკვიდრონ ამა ქვეყნის ძლიერთა შორის. განა მათ არ ჩააგონებთ, რომ ძალა ფულშია, რომ დიდი განათლება უნდა მიიღო, რათა გამდიდრდე და უზრუნველი ცხოვრება გქონდეს. განა საჭიროა ეს ყველაფერი. ყველაფერი პირიქითაა საჭირო. ბავშვებს უნდა ჩაუნერგოთ, რომ ფულს, სიმდიდრეს, დიდებას, მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას არ მიეჯაჭვონ. მთავარია მათ სიწმინდის სიყვარული გავუღვივოთ, ღვთისმოყვარენი გავზარდოთ, ამაზე კი თქვენ ყველაზე ნაკლებად ზრუნავთ. ბავშვების აღზრდაზე თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ. ყრმობის ასაკში ისინი უფრო დამჯერენი არიან. მათი სული ცვილივით რბილია, მასზე ყველაფერი აღიბეჭდება. თქვენი ცუდი თუ კარგი მაგალითები, კეთილი სიტყვები. ძველი ქრისტიანები შვილებს პატარაობიდანვე ლოცვასა და საღმრთო წერილის კითხვას აჩვევდნენ. ახლა კი რა დროს ფსალმუნების კითხვაო ამბობენ. ეს ხომ ბერებისა და მოხუცების საქმეა. ბავშვებს კი მხიარულება და გართობა სჭირდებათო. აღარ გახსოვთ, რას ამბობდა ტიხონ ზადონელი. ახლად დარგულ ხეს საითაც გადახრი, იქით გაიზრდება. ახალ ჭურჭელს იმის სუნი აუვა, რასაც მასში ჩავასხამთ. თუ მყრალი სითხით ავავსებთ, აყროლდება, თუ სურნელოვანით, მაშინ სუნით შესაბამისი ექნება. ასე რომ თუ ბავშვის სულს ცუდი საკვებით ვასაზრდოებთ, სიმყრალით აღივსება. თუ ქრისტეს კეთილსურნელებით ავავსებთ, მაშინ თქვენი შვილები ადამიანებსაც მის კეთილსურნელებას აგრძნობინებენ და თქვენი სიხარული და ნუგეში იქნებიან. ბავშვები თქვენი მაგალითით აღზარდეთ. ამის შესახებ შესანიშნავად ბრძანა უბადლო მქადაგებელმა ხარკოველმა მთავარეპისკოპოსმა ამბროსიმ, როცა ოჯახის არც ერთი წევრი დილისა და საღამოს ლოცვას არ გამოტოვებს, როცა მამა სახლიდან არ გავა, სანამ ხატების წინ არ ილოცებს, დედა საქმეს არ შეუდგება, სანამ ჯვარს არ გადასახავს და ბავშვს საჭმელს არ აჭმევენ, სანამ პირჯვარს არ გადაიწევს. ამით ბავშვებს განა იმას არ აჩვევენ, რომ ყველაფერში ღმერთს დახმარება, კურთხევას თხოვონ. განა იმის რწმენას არ უნერგავენ, რომ ღვთისშეწევნის გარეშე ამ ცხოვრებაში
უსაფრთხოდ ვერ იქნებიან და ღვთის კურთხევის გარეშე საქმეებს ვერ ააწყობენ. ბავშვებისთვის მშობლების რწმენა უკვალოდ ჩვენ ვერ ჩაივლის. მშობლებს როცა უჭირთ, ამბობენ რა ვქნათ, ღვთის ნება იყოსო. როცა საფრთხე ემუქრებათ, იტყვიან ღმერთი მოწყალეაო. როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა, ღმერთი გვიშველისო. თუ უხარიათ, მადლობა ღმერთს, ღმერთმა მოგცაო. ამით ისინი ღვთის სიკეთეს, განგებასა და სამართლიანობას აღიარებენ. დედა, რომელიც ბავშვისთვის სიყვარულისა და სინაზის მაგალითს წარმოადგენს, ხატის წინ მოკრძალებით დგას და ლოცულობს. ბავშვი მას უყურებს და იმის ახსნა სულაც არ სჭირდება, ეს რას ნიშნავს. ეს ღვთის შემეცნების პირველი უსიტყვო მაგალითია. თქვენ შვილებს ყველაფერში ასეთი მაგალითები უნდა მისცეთ. რაც ცუდია, ბავშვს უნდა მოარიდოთ. გოგონები ცუდ ვნების აღმზრელ რომანებს არ უნდა კითხულობდნენ. დღეს რომანების და გაზეთების კითხვა კი არა, პირდაპირ ტელეფონშია პორნოგრაფია. საკითხავი ლიტერატურა უნდა შეურჩიოთ. არაფრის მომცემ სანახაობებს მოვარიდოთ. ნება არ უნდა მივცეთ, რომ მუდამ ერთობოდნენ. სულ გარე დარბოდნენ. წყნარ ცხოვრებას უნდა მიეჩვიონ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვი დაუსჯელად არ იზრდება. დიდ შეცდომას უშვებენ ის მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს ელოლიავებიან, ყველაფერს პატიობენ. სოლომონ ბრძენი სწორედ ასეთებზე ამბობს: გაანებივრე შვილი და შეგაშინებს. ეპისკოპოსი ტიხონ ზადონელი კი აირას ბრძანებს. ის ყმაწვილები, რომელთაც მშობლები სათანადო აღზრდას არ აძლევენ, ზრდასრულ ასაკში თავაშვებულ ცხენებს გვანან. ამიტომაც ქრისტიანო, გიყვარდეს შენი შვილები და დასაჯე ისინი. სანამ პატარები არიან, სჯობს მათ ეტკინოთ, ვიდრე მათ გამო გული შენ გეტკინოს. დაემათ იტირონ, ვიდრე მათ გამო შენ იტირო. ამგვარად ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ბავშვები ზომიერად უნდა დავსაჯოთ. დაუშვებელია, რომ ბავშვს გაღიზიანებულები და გაბოროტებულები სიძულვილით მოვექცეთ. შვილები წყნარად, სიყვარულით უნდა დავსაჯოთ. როცა ბავშვები სიყვარულს იგრძნობენ, იმასაც მიხვდებიან, რომ სამართლიანად დაისაჯნენ. ეს საჟელიც მათ წაადგებათ და შეეცდებიან ცუდად აღარ მოიქცნენ. შვილების ამგვარ დასჯაზე ბევრი თქვენგანი არ ფიქრობს და ხშირად მათ დაუსჯელად ტოვებთ. არა მარტო მცირე დანაშაულის გამო, არამედ მძიმე ცოდვების, ქურდობის, ხულიგნობის, უწესო ცხოვრების გამოც. ხედავთ, რაოდენ დიდი ამოცანა დგას თქვენ წინაშე. ხედავთ, დედას რა წმინდა მოვალეობები აკისრია. დედისთვის ღვთის წინაშე ამაზე დიდი მოვალეობა, დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს, ვიდრე შვილების კეთილად აღზრდა. თუ შვილების აღზრდას უგულისხმუროდ მოეკიდებით, ღვთის წინაშე პასუხს აგებთ. ღვთის რისხვა მთელ შთამომავლობაზე გადავა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უზნეო შვილების შემხედვარე აქაც დაიტანჯებით და იტირებთ. ასე რომ ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხოთ ერთი მცირეთა ამადგანი. მათზე ყოველთვის იზრუნეთ. წესიერების, ღვთისმოსაობის ნათელი მაგალითი მიეცით და უფლის კურთხევა არ მოგაკვდებათ თქვენ და თქვენს შვილებს უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.